შემდეგი პირი, რომელიც გვესტუმრა ახსნა განმარტებისთვის გახლავთ ბატონი ირაკლი ბათიაშვილი და ვთხოვს ამდივნოს, რომ ის შემოაცილოს დარბაზში. მობრძანდით ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. პირველ რიგში ჩემი და კომისიის სახელით მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ასევე ბოდიშს გიხდით, რომ წინა გამომსვლელების რეგლამენტიდან გამომდინარე თქვენ ლექციების გაუქმებაც კი დაგჭირდათ და სტუდენტებს ხო არ ვიცი თუ გაეხარდებოდათ, ყოველ შემთხვევაში მადლობა, რომ ასე სერიოზულად მივდექით ამ საკითხს. პროცედურაა ბატონო ირაკლი ასეთი, რომ თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ გაფრთხილებაზე, თუ შეიძლება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩვენი კომისიის წინაშე კითხვებზე უარი, ცრუ ახსნა განმარტება არის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. დიახ, თუ შეიძლება, დღეს არის 28, თუ არ მეშლება, ხომ ასე 28 მარტი. დიდი მადლობა. თქვენ გაქვთ მიკროფონი, რომელიც როცა ჩართავთ, მხოლოდ მაშინ გაისმება თქვენი ხმა. მე ასეთ რამეს შემოგთავაზებდით ბატონო ირაკლი. ჩემმა თაობამ, ჩემზე უფროსმა თაობამ ძალიან კარგად იცის თქვენ ვინ ბრძანდებით, როგორი კარიერული გზა განვლეთ, სხვადასხვა პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირიც იყავით სხვადასხვა დროს და თქვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის, უახლესი ისტორიის დიდმა ნაწილმა ან თქვენს თვალწინ გაიარა, ან თქვენ უშუალოდ იყავით ამის მონაწილე. ასევე 2006 წელს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში, როგორც მათ ჩათვალეს, მაგრამ სინამდვილეში ისე რომ არავითარი კავშირი არ არსებობდა, თქვენ წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებით დაგაპატიმრეს და ამის თაობაზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ამ ბრალდების უსაფუძვლობა და სამარცხვინოობა არის შავით თეთრზე დამტკიცებული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, თუ შეიძლება რომ იმ ახალგაზრდა თაობისთვის, რომელმაც შეიძლება არც კი იცის ვინ არის ბატონი ირაკლი ბათიაშვილი, გარდა თქვენივე სტუდენტებისა და შეიძლება იმ ოჯახის შვილებისა, ვინც თქვენ გიცნობენ, დავხარჯოთ ამაზე 5-10 წუთი და თქვენ რომ გვიამბოთ თქვენი კარიერული გზის შესახებ და შემდეგ უკვე თავისუფალი თხრობის რეჟიმში კოდორის ხეობასთან დაკავშირებით რა გაქვთ ჩვენთვის ქრონოლოგიურად სათქმელი და არა მხოლოდ, რასაც ჩათვლით საჭიროდ 15 წუთის განმავლობაში რომ გაგვესაუბროთ. მადლობა. რაც ეხება ძალიან მოკლედ ჩემ ისე ვთქვათ ბიოგრაფიულ ძალიან მოკლედ ჩემ ბიოგრაფიულ გზას, ხა საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ეს დაკავშირებულია ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობასთან. ჩვენ დავიწყეთ ეს ეროვნულ განმანთავისუფლებელი დიდი მოძრაობა 80-იან წლებში, 86-7 წლებში. მე აღმოჩნდი სათავეებთან, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ამ მოძრაობის, მერაბ კოსტავასთან, ზვიად გამსახურდიასთან, ირაკლი წერეთელთან, გიორგი ჭანტურიასთან ერთად. და ეს ჩემთვის არის ალბათ ყველაზე ძვირფასი ფურცელი ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობამ და მისმა ეს რო იტყვიან მისი განვითარების პიკმა 1989 წლის 9 აპრილმა, რომელიც იყო რა თქმა უნდა დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ მან ქართველი ხალხის სისხლი დაიღვარა, ჩვენი თანამემამულეების სისხლი, ამავე დროს ეს იყო დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება ჩვენი ხალხის, რამაც საბოლოოდ შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. ამის შემდგომ მე უკვე შემდგომი ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი ჩემ ცხოვრებაში იყო, როდესაც 92 წელს მე დავენიშნე საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე ძალიან რთულ პერიოდში და მე დამევალა
არსებული ძველი უშიშროების კომიტეტის ეგრეთ წოდებული ავადსახსენებელი კგბ-ს გაუქმება, დაშლა. პრაქტიკულად მე მიწევდა სხვებთან ერთად მუშაობა ამაზე, რომ დაგვეშალა ეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, რომელიც ფუნქციონირებდა თვით იმ პერიოდში დამოუკიდებლობის პერიოდში, როცა გამოცხადდა 91 წელს დამოუკიდებლობა საქართველოსი, მაშინაც კი ხელშეუხებელი დარჩა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, ის ფინანსდებოდა პირდაპირ მოსკოვიდან, რო იცოდეთ, და რა თქმა უნდა, საიდანაც ფინანსდებოდა, მათ დაკვეთებს ასრულებდა, ამიტომ მე ეს ძალიან რთული საქმე დამევალა, სრული რეორგანიზაცია, დაშლა უშიშროების კომიტეტის და მის საფუძველზე დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი სპეცსამსახურის ფორმირება, საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის, თუმცა აქ მე მინდა აღვნიშნო, სადაც ძირითადი ბირთვი იყო პროფესიონალები, ძალიან სერიოზული პროფესიონალები, ძველი რო იტყვიან, ამათ დაემატა ახალი კადრები, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ახალი კადრები დაემატათ და თუმცა ამ საქმეში მე ძალიან მეხმარებოდა მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები, მაშინ ისინი არ იყვნენ ესე აქტიურად შემოსული ყველა სფეროში, აი ამ მიმართულებით იყვნენ, CSS-ის წარმომადგენლები აქტიურად მეხმარებოდნენ ამ ფორმირებაში. შემდგომ აი ეს დაიწყო ეს აფხაზეთის ომი და მე პრაქტიკულად მიწევდა სულ აფხაზეთში ყოფნა, იმიტომ რომ წყდებოდა ჩვენი ქვეყნის ბედი, ეს იყო სამამულო ომი. ჩვენ წინააღმდეგ დაიძრა ჩვენი ინტერფრონტი, რომლის მობილიზება რუსეთმა გააკეთა, სულ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ყველა მოხალისეების დაქირავებულებიც, ესე იგი პირდაპირ მათი რეგულარული ნაწილები, კაზაკები, ჩეჩნები და რა ვიცი, ეს უზარმაზარი ძალა 15% შეადგენდა ამ ძალის, ხოლო რასაც ჩვენ ესე იგი აფხაზები თვითონ ამ ძალის სულ რაღაც 15% შეადგენდა, ეს უცხო ძალა, მისი ინტერვენცია, აი იქ მიწევდა, რა თქმა უნდა, ომში ყოფნა, გადამწყვეტ მომენტებში მე მიწევდა ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა, რომ შთამეგონებინა და ისე როგორც სხვებს რაღაც გული მიგვეცა ჩვენი მებრძოლებისთვის, თუ სხვა გზა არ იყო, ამ დროს შენ სკამში სავარძელში ვერ დაჯდებოდი. და აი სამწუხაროდ წელიწადი და რამდენიმე თვის მერე ეს ყველაფერი ესე საშინელი ტრაგედიით მარცხით დამთავრდა. თუმცა დასაწყისშივე მე მინდა გითხრათ, რომ როცა წყდებოდა რკინიგზის დაცვის მიზნით აფხაზეთში ჯარის შეყვანა, ვიწრო სხდომაზე ეს დაოქმილია, ყველაფერი ცნობილია. მე და უმეტესობა მომხრე იყო ამის. მე მაშინ მახდა ავთანდილ იოსელიანი, ის იყო აფხაზეთის საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი გამოვედით მაშინ ჯარის შეყვანის, იმიტომ რომ თქვით, რომ ამას ელოდება სწორედ ეხა ჩვენი მტერი, ამას ელოდება რუსეთი, ეს არის შეტყუება იქნება ეს ჩვენი და ეს დამთავრდება ტრაგიკულად და რა თქმა უნდა ცუდად. მაგრამ ნუ სამწუხაროდ ესე მოხდა და მე ეხლა ომში რო ხარ, უნდა შენი სამშობლოს დასაცავად იომო და მე თავიდან ბოლომდე, ბოლო წუთამდე ვომობდი იქა და მე უკვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი შემდგომი, ესე რომ ვთქვათ, მოღვაწეობა დაკავშირებული უკვე საპარლამენტო საქმიანობასთან, 2 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ვიყავი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი 2000-იან წლებში ვარდების რევოლუციამდე, ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუციამდე და ვყურირებდი ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს, პროგრამებს, როგორც იყო წვრთნის და აღჭურვის პროგრამა და ასე შემდგომ. და მე რა ხდება იცით, აი ეს სახელმწიფო გადატრიალება რომ მოხდა, რომელსაც ვარდების რევოლუციას უწოდებდნენ, მე თავიდანვე ძალიან ძაფრად დაუპირისპირდი ამას, იმ წუთიდან, როდესაც ისინი შემოვარდნენ, საერთოდ ეს ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი, როცა შემოვარდნენ პარლამენტში და აი მაგიდებზე რომ დახტოდნენ, მე ვიყავ გაოგნებული ვიყავი მაშინ რაც ხდებოდა, აი მაშინ იმ წუთშივე მე ჩემ თანა მოაზრეებთან ერთად ძაფრად დაუპირისპირდი, მაშინ მე მოვითხოვე
ეს არის კადრები პირდაპირ მოვითხოვე ყველა გასულიყო ვინც არისო დეპუტატი სოჭო ბევრმა დატოვა იქაურობა შეშინდნენ რაღაცნაირად დატოვეს მაგრამ მე მოვლენები ეს ეთყობა უკვე რაღაც მანქანა იყო ჩართული განვითარდა ესე ჩვენი ბედის წერა იყო როდესაც მოვიდა ეს ძალა ავანტურისტული ძალა ხელისუფლების სათავეში და მე თავიდანვე ძალიან კრიტიკული განცხადებებით გამოვდიოდი ტელევიზიით, პრესით, ვამბობდი რომ ხარდება ძალიან ესეთი სასტიკი ავტორიტარული რეჟიმი, და მათ ეგრევე დაიწყეს თქვენ ყველას კარგად გახსოვთ ეს რეპრესიული სერიები, რეპრესიული ქმედებები, ტელევიზიების მიმართ, ბიზნესის მიმართ, დაჭერების მთელი ეს კამპანიები და მე თავიდანვე დაპირისპირებული ვიყავი მათთან. ასე რომ თქვა თუ შეიძლება სიტყვას სამიზნეზე ვყავდით, შეიძლება მიზეზსაც და საბაბსაც ეძებდნენ ჩემ დასაჭერად, მე ახლა წყაროები მყავდა მაშინ იგივე უშიშროების ხალხში და ვიცოდი რომ მუდმივად მithვალთვალებდნენ, ასე რომ ვთქვათ და მაგრამ რაც ეხება ახლა ჩვენ რაც ალბათ გვაინტერესებს, იმიტომ რომ მე მინდა ეს მოვლენა კოდორის ხეობის კრიზისი რაღაცნაირად კი არა აი დავაკავშირო სწორედ აგვისტოს ომის მოვლენებს და იქიდან დავინახოთ ეს რა იყო ეს კოდორის ხეობის კრიზისი. ანუ, როდესაც მიიღო სააკაშვილის რეჟიმა და მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ეს გადაწყვეტილება მონადირის ბატალიონის დაშლის შესახებ. მონადირის ბატალიონი იყო ადგილობრივი კოდორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობიდან დაკომპლექტებული, ეგრეთ წოდებული მოხალისეებიდან დაკომპლექტებული ბატალიონი და მონადირის ბატალიონს თელ კოდორის ხეობის მოსახლეობასთან ერთად, რომელიც ჩამოაყალიბა ეს მონადირის ბატალიონი სწორედ ემზარ კვიციანმა ჯერ კიდევ ომის დროს და ამ მონადირის ბატალიონს თელ კოდორის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჰქონდა გადამწყვეტი წვლილი სწორედ კოდორის ხეობის შენარჩუნებაში. კოდორის ხეობა ეს იყო სტრატეგიულად ჩვენთვის მნიშვნელოვანი ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორია. მთელი აფხაზეთის ტერიტორია იყო ოკუპირებული, ერთადერთი რეგიონი, რომელსაც აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება და რომელიც ოკუპაცია ვერ მოახერხეს, ესე იგი რანაირი შემოტევები არ იყო. მე სულ მქონდა კოდორის ხეობასთან, ესე ვთქვათ, ურთიერთობა ჩასვლა ჩავდა იქიდან ვინ არ შემოუტია სეპარატისტებმა, რუსებმა, ბაგრამიანის ბატალიონმა, ჩრდილოკავკასიელი, ბოლოს რუსებმა აჟარაში პირდაპირ დესანტი ჩამოსხეს 2002 წელს და მაინც ვერაფერი ვერ მოახერხეს, ალყა დაარტყეს. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ბრძოლისუნარიანი, კარგად შეიარაღებული მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ძალიან ბრძოლისუნარიანი, ძალიან უდიდესი პატრიოტიზმის სულისკვეთებით განსხვავებული. ეხლა ამას მე რატო ყვე? რა თქმა უნდა, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე მაშინვე ამაზე მქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია, რომ ეს არათუ შეცდომაა, რასაც სააკაშვილი და მის ხელისუფლება აკეთებს, ეს იყო დანაშაულებრივი ქმედება, რა თქმა უნდა. ამის მერე გადის დრო და ახლა მე როგორ ხვდები ამ მოვლენების ესე რომ ვთქვათ ეპიცენტრში ესე რომ ვთქვათ. მე ვიმყოფები ბეთანიის მონასტერში, მე პერიოდულად დავდივარ ხოლმე ესე ვთქვათ მონასტრებში, კაი ხანია უკვე. ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი იქა და რა მომიყვანეს ჩემმა მეგობრებს ამოვყავართ იქიდან მირეკავს სარკის ჟურნალისტი ნინო მეტრეველი და მთხოვს აი რა კომენტარს მიცემთ ბატონო ირაკლი კოდორის ხეობაში ამ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მე გუწფელად გავიკვირა. წარმოდგენა არ მე ნინო მეტრეველმა სხვათა შორის ჩვენება მიცა და რა ხდება მე? აი ესეთი ამბავია რომ იქ ყოფილი ბატალიონი მონადირის წევრებმა ემზარ კვიციანთან ერთად იქ იმყოფება ემზარიც გამოაცხადეს დაუმორჩილებლობა ამ გადაწყვეტილების გამო და აი ესე მე უთხარი ნინო მეთქი მე ხა ვერაფერ პასუხს ვერ მე გავერკვევი მოვლენაში ესე გადავრეკე მე ემზარ კვიციანთან გავიდა ზარი და ესე შევედი მე კომუნიკაციაში გამოვკითხე რა ხდება რა ამბავია მე ემზართან მქონდა ნორასთანაც მქონდა საუბრები და როცა ამოვედი და ჩემ ქალაქში და ჩემთვის ნათელი შეიქმნა ერთი რამ
რომ აი რა მე როდესაც უკვე საქმის კურსში ჩავდექი რომ სააკაშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, კერძოდ ოქროაშვილს და ვანო მერაბიშვილს ქონდათ მიღებული გადაწყვეტილება უკვე, რომ იქ უნდა შეეყვანათ ჯარი, მთელი საჯარისო განაყოფები და პლუს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, უზარმაზარი ესე ვთქვათ ძალა, თავარი ძალა იყო ჯარი, რომელიც უნდა შეეყვანათ კოდექსში. ჩემთვის ნათელი გახდა შემდეგი რომ ეს ავანტურა გარდა იმისა ეს დიდი უსამართლობა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ესეთი დამსახურებული იყო საკუთარი ქვეყნის წინაშე, ეს დამთავრდებოდა საბოლოო ჯამში, მომავალში კატასტროფული შედეგებით და უმძიმესი შედეგებით საქართველოსთვის. და ჯერ ერთი ჩემთვის ნათელი გახდა რომ ესე იგი ეს ცხადი იყო ჩემთვის რომ ეს იყო პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება და გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის. ამას არავინ არ გააკეთებდა და რა თქმა უნდა, ეხლა მაშინ მე მივიღეს ჩემთვის ძიმე გადაწყვეტილება, ვიცოდი რომ დიდი დარტყმები მელოდა მე ამაზე, რომ მე ამას წინ უნდა ავდგომოდი, მე უნდა დავპირისპირებოდი ამ საკითხში ხელისუფლებას და პირველი რაც გავაკეთე, წავედი პირველი მახსოვს რუსთავიორზე მივედი მაშინ და გამიშვეს იმაში და იქ გამოვედი ვილაპარაკე რომ დაუშვებელია ამის გაკეთება, ჯარის შეყვანა და განიარაღება მოსახლეობის, რომ ეს კონფლიქტი თავისუფლად შეიძლება მშვიდობიანად დარეგულირდეს და გადაწყდეს და რეალურად გეტყვით რა მე ხო ვიცოდი კან ერთი ადამიანიც რო გაეგზავნათ იქ. აი ძალიან კარგად იცის ბატონმა სოზარმა, აი ერთი ადამიანიც რო გაეგზავნათ იქ და მიეცათ საშუალება იქ საუბრის, ეს კონფლიქტი გადაწყდებოდა, ეს კრიზისული სიტუაცია, მაგრამ სააკაშვილს კონფლიქტში გულისხმობთ არა აფხაზებთან კონფლიქტს არა, თვითონ ადგილობრივ ჩვენ ხო მოსახლეობა. ეს თქვენ თანამდებობა გაქვთ თუ არაფერი, მე მაგდროს არაფერი არ. კი, მე ვიცი, მაგრამ საზოგადოებაც რო ხო, არა, ამ დროს მე ვარ ჩვეულებრივი თანამდებობის პირი არ ვზავ. არანაირი თანამდებობის პირი უკვე კაიხანი არა ვარ. და ეს კრიზისული სიტუაცია გადაწყდებოდა, ესეთი განწყობაც იყო იქ თვითონ იმ გაფიცულ თუ ადამიანებში, თვითონ კოდორის ხეობელებში, მათ არაფერი არ უნდათ გართულება ესეთი და მაგრამ ნათელი იყო რომ სააკაშვილს უნდოდა ძალის დემონსტრირება, სააკაშვილს უნდოდა ალბათ სისხლის დაღვრა, არ ვიცი ეს ჭირდებოდა ეს რაღაც ძალის დემონსტრირება და ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი. მე მაშინ გამოვედი უკვე ბევრჯერ სხვადასხვა ტელევიზიები, მივეცი ესე იგი ჩემი პოზიცია მძაფრი გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით და ჯერ დამიბარეს მახსოვს პროკურატურაში მოწმის სახით დამკითხეს და მერე უკვე მახსოვს მოვიდნენ სოდის თანამშრომლები ჩემთან სახლში, რომ უნდა მობრძანდეთო აი მოდულის შენობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ შენობაში უნდა მივსულიყავი ბრალის წარსადგენად, პირდაპირ მითხრა, ანუ დასაპატიმრებლად. მაშინ მე არავინ აღარ შევაწუხე, ესე ვთქვათ, ტაქსი გავაჩერე და ჩემი ფეხით მივედი იქა და სადაც მე უკვე ბრალი წამიყენეს, სრულიად აბსურდული ბრალად მედებოდა ინტელექტუალური დახმარება ამბოხებისადმი. მე მქონდა სულ რამდენი ჯამში 7 წუთიანი საუბარი ემზარ კვიციანთან და მე ნორა კვიციანთან და იმ ბრალდებაში თავიდან ჩემი საუბრების გარდა ჩემი სატელევიზიო გამოსვლებიც ფიგურირებდა, ჩემი საჯარო გამოსვლები, სადაც მე გამოვხატავდი ჩემ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რომ ეს ჯარის შეყვანა და ესეთი ქმედება დაუშვებელია, არ შეიძლება არავინ. და მე უკვე ესე იგი აი ამაზე ქონდათ აქცენტი ამ ჩემს საუბრებზე, სადაც საუბარში მე რა საუბრებია, ვეკითხები რა ხდება, რა სიტყვობთ. მე უკვე
ერთ-ერთი პატარა საუბარია, სადაც ემზარი მეუნება, რომ ესე იგი რას მაბრალებენო, ვითომ მე რაღაც რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდალთან ვარ, ესე იგი გარი რაღაც შეთანხმება. არანე საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის ეს. წარმოდგენა არ მაქვს. და მე მეუნება ისე არის აქ ხალხი გულგატეხილიო, რომ იძახიან აღარაფერი არ გვინდაო და ამასთან დაკავშირებით მე მეუნები, კაი, გამაგდით. აი ეს მერე მოჭრეს ფალსიფიკაცია გააკეთა. აი სტრასბურგმა ეს პირდაპირ საიდან დაასაბუთა, იცით სტრასბურგ. ძალიან რომ მოჭრესო, ჩემი ატრიალეს ეს საუბარი, რომ ჩემი დისკრედიტაცია მომხდარიყო ხალხის თვალში. მაინც ვერ მოხდა ჩემი დისკრედიტაცია. მთელი საზოგადოების თვალში ცხადი იყო, რომ მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ გამოძიე ესე იგი უკვე როდესაც დამაპატიმრეს ჩემ ადვოკატებს უკვე მიცეს თვითონ სოდიდან მე მგონი თლიანი სტენოგრამა რა, სტენოგრაფიული ჩანაწერი, სადაც სრული ტექსტი იყო. და პირდაპირ ჩანდა რა იყო ამოჭრილი იქიდან. გამიგეთ, ამიტომ ძალიან მარტივად დასაბუთდა ეს, რომ ეს იყო ფალსიფიკაცია. მე მომათავსეს ყველაზე სასტიკად დახშულ საპრობილეში, ეს იყო მე-7 საპრობილე, მასთან ესე იგი ნამდვილად ვერ მოვა ვერანაირ შედარებაში. ეს არის 2006 წლის ივლისის ბოლო. იქ მომათავსეს სამარტო საკანში, სადაც ეს იყო აი ნამდვილი აი დახშული კუბო რა, რაღაც 4 კვადრატული მეტრი. და ვიყოფებოდი მე, აი გონათ რომ ხა მორალურად და ფსიქოლოგიურად გავწყდებოდი, პირიქით მე კიდევ უფრო გავძლიერდი, წვენაშიც გავძლიერდი კიდევ უფრო და ბევრს მუშაობდი, ბევრს წერდი. და მე უკვე წელიწადი და ერთი თვე იყვავდით, მე გადამიყვანეს უკვე ზონაში, ავჭალის ზონაში, რაღაც ხანი. აი ესე ეხლა რაც მე მინდა ეხლა ყურადღება გავამახვილო რაზე. რა ხდება ცხადი უკვე აგვისტოს ომის გადასახედიდან. ეს მე ჰიპოთეზებს კი არ ვამბობ რაღაც წიაღსვლებს. მივყვეთ ფაქტებს. ესე იგი, რა მოხდა? მოხდა ჯარის შეყვანა კოდორის ხეობაში. მოსახლეობის სრული განიარაღება, ხო ესეა? იქა იქ შეიყვანეს ჯარი, მე იდგა იქ მე-5 ბრიგადა, ზოგიერთი იძახდა იქ ჯარი არ იდგა. მე-5, ამის დადასტურება არის უმარტივესი. მე-5 ბრიგადა, იქ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფები, საკმაოდ ეს მას მერე რაც შეიყვანეს. და ანუ ამ შეყვანით ჯარის პლუს, მაშინ მათ დაარღვიეს 94 წლის ცეცხლის შეწყვეტის, ახლა რა არის, მან პირველია რომ განაიარაღეს მოსახლეობა, მეორე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება 94 წელს დადებული აფხაზეთის ომის მერე უკვე დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, ვინაიდან ამ ხელშეკრულების თანახმად არც ერთ მხარეს იქ საჯარისო დანაყოფების შეყვანის უფლება არ ქონდა. გამიგეთ? ეხლა ნახეთ რა ხდება. მალევე აი ეს მოხდა ივლისში, ეს ჯარის შეყვანა, აგვისტოს სექტემბერში, მე მგონი 2006 წლის ეგრევე რუსეთმა გაიტანა გაეროს უშიშროების საბჭოს, მაგდროს მე უკვე ციხეში ვარ და იქ გაზეთებში ყველაფერს ახლა ინფორმაციას მაინც ვეცნობოდი. გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანა რეზოლუციის პროექტი, ზუსტად ამის კოდორის ხეობაში დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და მთელი უცნაურობა ის იყო, იცით რომ თითო მუდმივ წევრს შეეძლო ვეტო დაედო, არავინ არ დაადო ვეტო, ეს რეზოლუცია იქნა მიღებული, საქართველოს მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ესე იგი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ეხლა ნახეთ რა არის, აგვისტოს ომი. აგვისტოს ომში რუსეთი მიზნად ისახავდა, რა თქმა უნდა, შემოჭრას ერთი მხრივ. სწორედ ცხინვალის რეგიონიდან და ცხინვალის რეგიონის და შიდა ქართლის ტერიტორიის, ასე ვთქვათ, აღებას.
მას ჭირდებოდა მაპროვოცირებელი საბაბი და ეს მიცა მაშინ ასე ვთქვათ მაშინდელმა ხელისუფლებამ მაგრამ ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რუსეთისთვის უკვე დიდი ხანია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო რომ როგორმე აეღო აი ეს კოდორის ხეობა რომელიც იყო ერთადერთი სოლივით შეჭრილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამიტომ მისთვის რუსეთისთვის რა იყო აუცილებელი სასიცოცხლოდ პირველი მოსახლეობის განიარაღება რომ მოსახლეობა უნდა ყოფილიყო განიარაღებული იმიტომ რომ პრობლემა იქნებოდა მათთვისაც სეპარატისტებს ნებისმიერი ძალისთვის პრობლემა იყო კოდორის ხეობის აღება ვინაიდან მოსახლეობა იყო ძალიან კარგად შეიარაღებული ძალიან ბრძოლისუნარიანი იყო ყოველ შემთხვევაში მათთვის დიდ სხვებთან იქნებოდა ეს დაკავშირება ამიტომ მათ ჭირდებოდათ განიარაღება მოსახლეობის კოდორის ხეობის მეორე ჭირდებოდათ საბაბად რომ ცეცხლის შეწყვეტას ჩვენ კი არ ვარღვევთ ხელშეკრულებას 94 ეს უკვე დარღვეულია ქართული მხარის მიერ აი ეს ჭირდებოდათ ეს ორი რამ და ეს ორი წინა პირობა რო იტყვიან საჩუქრად მიართვა 2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსახლეობაც განაიარაღეს კოდორის ხეობაში და პლუს გამოვიდა ისე რომ ესე იგი მაშინ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება იქნა აქეთ მხრიდან დარღვეული აი ეს ორი რამე ეს ორი პროვოკაციული საბაბი ჭირდებოდა რუსეთს მაშინ რომ აეღო კოდორის ხეობა და მაშინ რუსებმა და სეპარატისტებმა 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობა აიღეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ამხელა ძალა იდგა იქ მთელი მეხუთე ბრიგადა, მთელი დანაყოფები, უზარმაზარი შეიარაღება. ესე იგი ყველაფერი ეს ჩატოვეს იქა და ისე რომ აქეთა მხრიდან ერთი ტყვია არ გასროლილა, ესე ხონჩით მიართვეს მტერს კოდორის ხეობა. აი მე მინდა რომ აი ამ რაკურსით ესე რომ ვთქვათ თან ეს ყველაფერი არის ფაქტობრივ ესე ვთქვათ მოცემულობებზე დაფუძნებული აი ესე გავიაზროთ ეს მოვლენა რაც მოხდა დიახ მადლობა ბატონო ირაკლი მოგესალმებით კიდევ ერთხელ რა რაოდენობის მოსახლეობა იყო იქ ადგილობრივი რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გაურობას უვლიდა პატრონობდა და ერთმანეთის იმედზე იყვნენ კოდორის ხეობაში დიდი რაოდენობის მოსახლეობა არ იყო დაახლოებით მე ხა იცით ესე ზუსტად მიჭერს თქვა მაგრამ მე მგონი იქნებოდა ესე ესეთ 10012 რაღაც ესეთი რაოდენობა სოზარ გაცილებით ნაკლები 800 ოჯახი დაახლოებით ხო არა 10000-მდე მახსოვს დაახლოებით მე არა დაახლოებით 1000 ოჯახი იყო შესაბამის 4-ზე რო გამრავლოთ არა ბატონო ირაკლი სულ 35000 სვანი დადის მსოფლიოში და შესაბამისად გაცილებით ნაკლები ესე იგი მე არასწორად მახსოვს კი ბატონო მადლობა რა დავამატებდი ბატონო არ დაგავიწყდეთ რას კითხულობდით რაც ბატონმა ირაკლი ბრძანა იმას ალბათ უნდა დავამატოთ ისიც რომ გარდა ბრძოლის უნარიანობისა გარდა შემართებისა გამოცდილებისა ადგილობრივი სოფლების და არეალების ცოდნისა ამ ხალხს ასევე ეხმარებოდა რელიეფიც რა მაგე გადამწყვეტი იყო ლანდშაფტი თვითონ რელიეფი რა თქმა უნდა სადაც ასეთი გამოთქმაც იყო სვანეთში დიდხანს რომ ის დიდი ომი რასაც შეიძლება ვერ მოიგებ ველზე აქ შეგიძლია მოიგო და ნებისმიერი მტერი მოიგერიო ისეთი რელიეფია აბსოლუტურად ესმის ეგრე იქნებოდა ჩვენს ისტორიაში ბევრი ომები არის რომელიც რელიეფის გამო არა გადამწყვეტი ერთ-ერთი ორი ფაქტორი იყო ბრძოლის უნარიანობა და რა თქმა უნდა რელიეფიც იყო რა თქმა უნდა და შემდეგი კითხვა მქონდა ალბათ შეიძლება ჩვენს კოლეგებსაც აქვს ეს კითხვა თქვენი მოსაზრება რატო იყო გადარქმეული კოდორის ხეობაზე ზემო აფხაზეთის სახელი თქვენ აი შეფასება თქვენი თუ შეიძლება
ეს იყო გარკვეული თავიდან ბოლომდე PR ნაბიჯი, ესე რომ ვთქვათ, რომ ამით ჩვენებიათ, რომ ვითომ რაღაც უკვე აფხაზეთის ძალიან დიდ ნაწილს თითქოს და ვითომ საქართველოს ხელისუფლება უკვე აკონტროლებდა. მე ესე ვფიქრობ. კოდორის ხეობა ყოველთვის ერქვა დალის ხეობა, კოდორის ხეობა, ესე იყო ისტორიულად, თვითონ ადგილობრივ ზემო აფხაზეთის ტერმინი არ არსებობდა. რა თქმა უნდა, კოდორის ხეობა არის აფხაზეთის შემადგენელი ნაწილი, ყოველთვის ესე იყო, ისე როგორც აფხაზეთი იყო ყოველთვის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. დიახ. ესე იგი. კარგით, მადლობა. კითხვები შეიძლება იმდენად არ ვქონდეს, უბრალოდ რაღაცები მინდა გავიხსენო მეც, იმიტომ რომ ქალბატონი თეა ხშირად ამბობს, რომ ამ ჩვენს მოსმენებს მათ შორის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც შეიძლება ბევრი რამე არ ახსოვთ და რომლებიც შეიძლება დღეს სამყაროს უყურებენ ვიღაცის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში და იმ ვიღაცის მიერ მიწოდებულ ინფორმაციულ პრიზმაში. იქ ვიყავი 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ, სოხუმის დაცემის შემდეგ, როდესაც გამოვიარეთ კოდორის ხეობა და ჩემს თვალწინ ხდებოდა, როდესაც ორი ადამიანი სხვებთან ერთად, მაგრამ თავარი ორი ადამიანი, ემზარ კვიციანი და მისი და ნორა კვიციანი არღულიანი, უბრალოდ რას აკეთებდნენ, რომ ხეობის დაცვა მომხდარიყო. იყო სრული პანიკა და ამიტომაც ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მოსახლეობაც იყო მზად რო დაეტოვებინათ და აი თითოეულ ადამიანს არ წმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ. დარჩენა ჩაიქ მაგალითად მახსოვს სხვა რამდენიმე სამხედრო ნაწილთან ერთად საზღვაო ქვეითები იყვნენ ორი ქართულად არც ქვია, მე მგონი ზაღალი შილკა ჰქონდათ, ეს შილკები დარჩნენ ერთ-ერთზე მე ვსახურობდი რადისტად. და აი ამ ადამიანებმა შეინარჩუნეს ეს ხეობა. მახსოვს პირველი შემოტევები როცა იყო უკვე კოდორის ხეობაზე ნოემბრის დასაწყისში, გადასკვირაბები ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასავლელი ადგილი და იქ იყო პირველი მსხვერპლი და პირველი ბრძოლები იქ იყო და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა და ისიც კარგად მახსოვს უკვე მომდევნო წელს, როდესაც ისევ იქ ვიყავი, ემზარ კვიციანს რო ვეუბნებოდი ის ხელშეკრულება რო დაიდო, რაც თქვენს ბრძანეთ მოსკოვის ხელშეკრულება, ემზარ როგორ ვენდობით ამათ, აი რა გვიჭირავს ხელში და მან თქვა რომ ეს არის ახლა ჩვენი ხსნა, რომ ამოვისუნთქოთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს წინააღმდეგ შეიძლება გაუწიოთ რაღაც პერიოდი წინააღმდეგობა, მაგრამ ნუ გასაგები იყო, ვისაც ვებრძოდით, ხო, არ იყო მოწინააღმდეგე მხარე, აფხაზური მხარე. და ამიტომაც ამან მოგცა ნამდვილად საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ხეობა. ისიც კარგად მახსოვს, როცა ეს თქვენს მიერ ნახსენები ოპერაცია შედგა იქ, არა მხოლოდ განაიარაღეთ, რამდენი ადამიანი დაიჭირეს შეთითხნილი ბრალდები. რა თქმა უნდა, ძალიან კი. ზოგს აბრალებდნენ მაგალითად, რომ ტრეფიკიორები იყვნენ. იმ ოჯახებში ძალიან ბევრ ოჯახში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, ოჯახის წევრები იყვნენ და თქვა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დარჩენილები და ეუბნებოდნენ, რომ ესენი თქვენ ხავთ აქ მონება და არ აძლევთ საშუალებას 20 წელი წარმოგიდგენიათ, არ აძლევთ საშუალებას გაუშვათ და ტრეფიკინგის ბრალდებით მოხდა დაკავება ძალიან ბევრი მებრძოლი ბიჭის და ბევრი მათგანი ციხეში დაიღუპა კიდეც. ეს თალკე ისტორია რო ვკითხულობდი შემდეგ მათ სამედიცინო დასკვნებს ადამიანს თითქოს უტარდებოდა მკურნალობა, მოცულობითი პროცესი თავში, ანუ სიმსივნე ჰქონდა თავში, თითქოს და გარდაცვალების შემდეგ ექსპერტიზა ამბობს, რომ ტუბერკულოზით არის გარდაცვლილი. ცალკე სამყარო იყო სააკაშვილის ციხე და ამაზე ალბათ ბევრი მსჯელობა გვექნება კომისიის ფარგლებში. ეს იყო ის რეალობა, რაშიც გვიტევდა. კიდე ერთს ვიტყვი და რასთავარი დააბომბეს და იქ ხალხი დაიღუპა იმის დროს, როცა შემიძლია 93 წლის სექტემბერში ის კოდორის ხეობა და შემდეგ ჭუბერი გადმოიარა ათეულობით 1000-მა დევნილმა, იქ გზა არ არსებობდა მანამდე და ემზარ კვიციანმა თავისი პირადი მონდომებით თვითონ შოულობდა ტრაქტორის საწვავს ამისთვის და არ გაჩერდა სანამ ის გზა არ გაჭრა, თორე ის გზა რო არ ყოფილიყო, მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით მეტი და მართლა ძალიან ბევრი ათეულობით და შეიძლება ასეულობით ადამიანის სიცოცხლე არის სწორედ ემზარ კვიციანის აი ამ გადაწყვეტილებებზე. და შეიძლება იმდენი კითხო, აქვე ვიტყვი, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იცაოდნენ ხეობას კოდორელებთან ერთად
მათ შორის ბატონი ზურაბ აგლაძე იყო პოლკოვნიკი, რომელიც გმირულად იდგა ამ ხალხთან ერთად. ბატონი ანანიძე, ჩუმბერით ვარცდები, პოლკოვნიკი, რომელიც იყო არტილერისტი და არტილერიის ხელმძღვანელი და აი საოცრებებს აკეთებდა ეს ადამიანი და დიდი მადლობა მინდა უთხრა. მე მოგვიანებით ბატონო სოზარ მე მიწევდა სულიკ ჩასვლა და ყოფნა, სწორედ იმიტომ რომ ისევ ხელახლა იყო სულ საფრთხები, აი იგივე დესანტის ის რო ახსენეთ და მანამდეც სულ იყო და აქედან მქონდა ესეთი სიახლოვე კოდორელებთან და კოდორის ხეობასთან. და ბოლოს უბრალოდ ემზარ კუციანს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მე მქონდა ინფორმაცია, ან მე მივხვდი, რას აპირებდა სააკაშვილი. სააკაშვილი აპირებდა, რომ ჩაებარებინა კოდორის ხეობა. როცა ის ამას ამბობდა, ნუ აი, ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ გვაქვს ნაჩხუბარი და რამდენჯერ მაქვს ემზარ ამას როგორ ამბობ. როგორ შეგიძლია ესეთი რამე დაუშვა. თუმცა ფაქტი დღეს გადმოსახედიდან არის ის, რომ აღმოჩნდა ემზარ კუციანი მართალი. ქონდა განზრახული, არ ქონდა განზრახული სააკაშვილის ჩაბარება. ეს ერთია, მაგრამ ფაქტი დადასტურდა და თქვენ რასაც ყვებოდით, ესეც თითქოს არის. წინაპირობა ორი მთავარი შეუქმნეს. არის რომ რაღაცნაირად ეს გადაწყვეტილი იყო. თუნდაც აი ეს რაც წეგან თქვით, რომ უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩვენ დაგვადანაშაულეს ხელშეკრულების დარღვევებში და არც ერთმა ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა არც ვეტო არ დაადო, ხო? და არც საქართველოს წარმომადგენელს ხმა არ ამოუღია. ესეც რაღაცნაირად აი ამ წარმოდგენებს თითქოს განამტკიცებს, რომ რაღაცა ხდებოდა შეგნებულად. ის მოსახლეობის განიარაღება, იქ თქო რო თქვით მეხუთე ბრიგადის შეყვანა, თუმცა თქვენ წინ გუშინ იყო ბატონი რა გვარია შტაბის უფროსი გოგავა, რომელმაც უარყო, მაგრამ რა ვიცი. მე მინდა ერთი რამე ბატონო სოზარ, ჩვენ ვიცოდეთ, ეხა ეს ხო ამას საფრთხე გამოძიება არ ჭირდება უკვე ეს ტელევიზიით და იმით რო მოვიღოთ ჩვენ 2006 წლის ეს მოვლენები, რაც შუქდებოდა ტელევიზიით, ამ ოპერაციას, ამ ავანტიურას და ამ ოპერაციას ოფიციალურად ხელმძღვანელობდა ორი პირი, ხო, მთავარი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო მაშინ თავდაცვის მინისტრი, ვინაიდან ის მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იყო ეს საჯარისო მთელი დანაყოფები და მეორე მხრივ ვანო მერაბიშვილი, ხო? ანუ მთავარი ძალა, რაც იქნა გამოყენებული, ეს იყო შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სწორედ ამ ერთი ბეწო კოდორის ხეობის წინააღმდეგ. თუმცა მე მაინც მინდა შეიკავოთ, რომ თლათ ეს ცოტა 800 ოჯახს რო ამბობთ, საშუალოდ მე ხა სულ მწევდა იქ ყოფნა, თითო ოჯახში 5-6 კაცი მაინც უნდა ვიანგარიშოთ კოდორის ხეობის ასური კაცილებით რაოდენობა მეტი იყო, ასე არ არის. სვანებით თლათ ეს ცოტა არ არიან, 90,000 კაცია ჯამში, ასე. ბატონო და შეიძლება ეს კითხვა ხო იცით დროთა განმავლობაში მოდის გარკვეული კითხვები გუშინაც უნდა დამესვა ბატონი გოგავასთვის, დღეს კი დაუსვეს კითხვა ბატონ ყურაშვილთან. ის რომ სენაკში იყო ჩვენი სამხედრო ბაზა, რომელსაც უნდა დაეცვა აფხაზეთის მხრიდან შეტევის შემთხვევაში აი ეს მიმართულება. ამ დროს პრაქტიკულად სენაკის ბაზა 2008 წლის აგვისტოში არის დაცლილი, იქ არ არის არც ერთი ჯარისკაცი. შემოდის ან აფხაზები, აფხაზკაცრავად შემოდის რუსული ჯარი, ზუგდიდს იკავებს და მიდის ენგურის ხეობას მეუყვებიან და კეტავენ აფხაზეთიდან ზემოდან გადმოსასვლელ კოდორის ხეობიდან გადმოსასვლელ გზას. უბრალოდ რა იმათაც არიჩქარეს და რატო არიჩქარეს ამ შესახებ რაღაც ინფორმაციები მაქვს, საჯაროდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი დღით ადრე რომ ასულიყო. პრაქტიკულად გამოვიდოდა, რომ დაახლოებით ის 3000 ჯარისკაცი არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები თუ თავდაცვის სამინისტროს ნაწილები, ექცეოდენ სრულიად ალყაში, ვერც ერთი ჯარისკაცი იქიდან ვერ გამოვიდოდა. ესეც უბრალოდ რო იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა რა დონის პასუხისგებლობას ჰქონდა ადგილი აფხაზეთის ომის უკაცრავად 2008 წლის ომის პერიოდში. და მინდა კიდევ აი ბატონო სოზარ ქაბოდონთეა ხაზი გაუსვა კიდევ იმ ვითარებას, რომ ეს რაც არის აბსოლუტურად დადასტურებული და ყველა მიცის. ესე იგი კოდორის ხეობიდან
ისე გამოვიდა მთელი ეს რა თქმა უნდა ბრძანების საფუძველზე მთელი ეს ნაწილები როგორც სამხედრო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსი რომ საერთოდ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ერთი ტყვი არ გაუსრულიათ ჩატოვეს უზარმაზარი ესე რომ ვთქვათ ტექნიკა და ასევე შეიარაღება საწვავი უამრავი რაღაცა ვინმე თუ იტყვის რომ ვერ მოახერხებდნენ მის გამოტანას ლიკვიდაცია მაინც შეეძლოთ ამის განადგურება რომ ეს მტერს ხელში არ ჩავარდონ და ამის გაკეთება თავისუფლად მათ რა თქმა უნდა შეეძლოთ მაგრამ ეს ზევიდან იყო ესეთი ბრძანება და რა თქმა უნდა ეს იყო უდესი დანაშაული ყველა წინაპირობა სწორედ 2006 წელს კიდევ ვინ ამას ხაზი გაუსვა ორი მთავარი წინაპირობა რაზეც მე ვთქვი რაც ჭირდებოდა მაშინ რუსეთს ის ორი წინაპირობა პრაქტიკულად შეუქმნეს რუსეთს რის საფუძველზეც უკვე 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობა იქნა აღებული ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე სეპარატისტების და რუსების მიერ ჩვენ სწორედ იმ მიმართულებას ვცდილობთ გამოვიკვლიოთ ვიკვლევთ რომ აქ ითქვა გუშინ წინ სხვადასხვა გამომცვლელის მიერ რომ მინიმუმ ორჯერ 2008 წლის აგვისტოს ომამდე 2004-ში და 2006-ში თავიდან იქნა აცილებული საომარი მოქმედებები და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა სამშვიდობო ინიციატივების ჩაშლა პროექტების გაუქმება ინფორმატების შეჩერება, სადაც დიალოგი მიმდინარეობდა და რასაკვირველია ამას თან ახლდა იმგვარი გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რომლებიც თქვენ ფაქტებზე დაყრდნობით მოგვახსენეთ და აგვიხსენით, რომ კოდორის ხეობა პრაქტიკულად 2006 წლის ივლისის ამ გადაწყვეტილებებით და შემდგომი მინაბიჯებით უკვე თითქოს და გაამზადეს ლანგარზე მისართმევად რუსეთისთვის სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც ვიკვლევთ. ამის შემდეგ და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება პიარული ეგრეთ წოდებული ბაბლის შექმნა, რომ ისინი არიან იმის საპირისპირო რასაც აკეთებენ, ანუ მიმდინარეობს სახელმწიფოებრივი მავნებლობა და პიარული უზრუნველყოფა ხდება, რომ ეს პირიქით არის სახელმწიფოებრივი აღმაშენებლობა და აღმშენებლობა და ჩვენ არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ დავით მეხუთე აღმაშენებელი გვმართავს. ეს სიმპტომები სახით თუ ვიტყვით, როგორც დაავადება იყო და სიმპტომები ჰქონდა, მაგალითისთვის აი დღეს ბატონი პაატა სვამდა კითხვას, სხვები სვამდით კითხვებს გუშინ წინ, რომ როდესაც საომარი მოქმედებაა, ვთქვათ, ცხინვალის რეგიონში, 8 აგვისტოა, ავად სახსენებელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და უმაღლესი მთავარსარდალი არ ისმენს ვითარების შესახებ სამხედრო ინფორმაციას და დროშებით, ბუშტებით და ბრიფინგის ტრიბუნით ჩადის, რომ ბრიფინგი მოაწყოს. ჩვენ ან როგორც თქვენ ბრძანეთ, ავანტიურასთან და სიგიჟესთან გვაქვს საქმე, ან ვიღაცის ან რაღაცის დავალებების შესრულებასთან ან ორივესთან ერთად. ეს ძალიან რთული საკვლევი საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ იმას მაინც თუ შევძლებთ ამ კომისიის ფარგლებში გამოცდილების მქონე პირებთან გასაუბრების შედეგად, რომ სწორი კითხვები მაინც დავსვათ და ამ კითხვებს პირველი პასუხები გავცეთ, მე ვფიქრობ, რომ არც თუ უსარგებლო საქმეს გააკეთებს ეს კომისია და ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ თქვენი მობრძანების და მონაწილეობის. მე მინდა წევრებს ვკითხო, ხომ არ აქვთ შეკითხვები. ბატონო გურამ, თქვენ ბატონი გურამის კითხვას მოვისმენთ, გთხოვთ. მოგესალმებით ბატონო ერეკლი. გამარჯობა. მართალია თქვენ იმ პერიოდში 2012 წლებში თანამდებობა არ ქონდათ, მაგრამ მანამდე ქონდათ სამაგიეროდ ისეთი თანამდებობები,
საინფორმაციო სადაზვერვო სამსახური, მისი ხელმძღვანელობა და შემდგომში თავდაცვის უშუალობის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე, ანუ ძალიან ისეთი თანამდებობები, რომ გამოცდილებასთან ერთად ინფორმაციებიც ბევრი გექნებოდა დარწმუნებული ვარ სახელმწიფოებრივი. ამიტომ არის თქვენი მათ შორის იმ კოდორის ხეობასთან დაკავშირებითაც მოსაზრება და პოზიციები საინტერესო ჩვენი კომისიისთვის, რომ როგორც ქალბატონმა თიამ ბრძანა, ჩვენ ეხა ვიკვლევთ ზუსტად იმას, რომ ბევრია ასეთი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, რომ შეფასდეს ნაცმოძრაობა როგორც რეჟიმი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ობიექტურად გვინდა ასევე კიდევ ისეთებიც დავამატოთ ამ დასკვნას, რომელიც შეიძლება არ იყო ან ჩვენთვის ცნობილი, ან საზოგადოებისთვის. ამიტომ თქვენი პოზიცია მნიშვნელოვანი არის იმითაც, რომ გუშინ მაგალითად ჩვენ კიდევ შევახსენეთ სამხედრო ხელმძღვანელებს, რომ არაერთხელ დადასტურდა, რომ მოაღლესი მთავარსარდალი, ამავდროულად პოლიტიკოსი, პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყო ძირითადად კონტაქტზე სამხედრო პირებთან. აქ საუბარი არ არის რიგი ჯარისკაცზე და ოფიცრებზე. გენერალურ შტაბთანაც, გაერთიანებულ გენერალურ შტაბთანაც არ ფიქსირდება, აი გუშინდელ დღეს თუ გადავავლებთ თვალს ჩვენ 4-ვე პიროვნების და დღეს კიდევ პრაქტიკულად არათუ არ ფიქსირდება მისი ურთიერთობა სამხედრო ხელმძღვანელობასთან. არამედ ერთ-ერთმა დღეს პრაქტიკულად ქალბატონი თიას დაჟინებული კითხვების შემდგომ ძლივს აღიარა, რომ უნდოდა კონტაქტი 2008 წლის 7 აგვისტოს უკვე, როცა რეალურად დაწყებულია, როგორც ისინი ამბობენ, მოქმედებები პრეზიდენტთან, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა, წარმოიდგინეთ. იმ გენერალმა, იმ ადამიანმა სამხედრო, რომელიც არის წინა ხაზზე და უკვე დაწყებულია და ჩადის გორში სამხედრო უმაღლესი მთავარსარდალი და კონტაქტს ვერ ამყარებს. ეხლა ჩემი კითხვა ამ შემდგომარეობს, თქვენი აზრით, ზოგადად არაერთხელ არის დაფიქსირებული ასეთი მაგალითები. რატომ გქონდა თქვენი აზრით სააკაშვილს ესეთი დამოკიდებულება ზოგადად ჯარის მიმართ? ჩვენ ასევე ვიცით, რომ სამხედრო ოპერაციებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებს ძირითადად გადააბარა. ანუ ხშირად არის აქაც რა თქმა უნდა საჯარისო ნაწილები არის შეყვანილი კოდორის ხეობაში, თუმცა აქაც აქტიურია შინაგან საქმეთა სამინისტრო. ანუ პრაქტიკულად ჩვენ ვერ ხედავთ ერთ ოპერაციას ისეც და მათ შორის სამხედრო ოპერაციას, სადაც წინა ხაზზე არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და რეალურად მისი დამოკიდებულება აი ამ სამხედროების მიმართ არის მკვეთრად უარყოფითი. და თქვენი როგორც პროფესიონალის შეფასება, რომ ამ შემთხვევაში მას როგორც ამავდროულად სახელმწიფო მეთაურს დასაყრდენი ყავდა რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტრო. და აი ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ შეფასება აი ამ პოლიტიკური რეჟიმის უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენი აზრით, წინასა რა თქმა უნდა ამას არ ვიტყვი, მაგრამ ჩვენი აზრით, რომ ეს არის ზუსტად ის რეჟიმი და სისტემა, რაც სხვათა შორის საერთაშორისო სასამართლომ სტრასბურგისამ თქვა, რომ პირდაპირ წერია ეს გადაწყვეტილებაში, რომ დანაშაულებრივი სისტემური დანაშაულის შემცველი იყო ის ხელისუფლება. და რატო შეიძლებოდა რომ ქონოდა პრეზიდენტ სააკაშვილს ასეთი დამოკიდებულება სამხედროების მიმართ და აი რაც ჩამოთვალე ახლა რომ ეს ჩანდა თქვენც ესე გეჩვენებათ თუ შეიძლება ახლა რაღაც ჩემ პირადი შეხედულებაა და თქვათ ვცდებია იმაში. ну, როცა ვლაპარაკობთ შეიარაღებულ ძალებზე და თავდაცვაზე, შეიარაღებულ ძალებს მთლიანად და თავდაცვის სამინისტროსაც მან სათავეში ჩაუყენა ასევე რომ იტყვიან თავისი უმჭიდროვესი გარემოცვის თავის კლანის წევრი ირაკლი ოქროაშვილი, რათა ესე ვთქვათ რაიმე ელემენტი ეჭვის და უნდობლობის მოესპო, დამოკიდებულება მას ჰქონდა სამხედროებისადმი უნდობელი გამომდინარე იქიდან, რომ სამხედროს ის არ უყურებდა როგორც რეჟიმის დამცველს, ის რეჟიმის დამცველად იაზრებდა მხოლოდ სოც, კუც და აი ესეთ სტრუქტურებს,
სწორედ მათი ნდობა ქონდა, მათზე იდგა თავიდან ბოლომდე, მათ ხელმძღვანელზე ვანო მერაბიშვილზე, რაც ეხება სამხედროს მიმართ მას თავიდანვე რა თქმა უნდა ესეთი უნდობლობით გამშვალული დამოკიდებულება ქონდა, იმიტომ რომ თვითონ სამხედროების და ჯარისკაცის ოფიცრის ცნობიერება არ არის ესეთი, რომ მან რაღაც აი რეჟიმი უნდა ეს მაშინაც არ ქონდათ ამ სამხედროებს თვით მე მაშინ ახლა ციხეში ვიმყოფებოდი ზონაში, მაგრამ მე ვიცი რომ იგივე მე მქონდა ინფორმაცია რომ 7 ნოემბრის დარბევების დროს ბევრ სამხედროებში ჩემი მეგობრები დამიცნობლით სახურობდნენ მაშინ ჯარში და გარკვეულ ისეთ დანაყოფებში, სერიოზულ დანაყოფებში, ვიცი რომ ბევრში ეს უკმაყოფილებას იწვევდა ეს ქმედებები, ამიტომ სააკაშვილის დამოკიდებულება იყო რა თქმა უნდა ეჭვიანი, უნდობელი მისთვის გარანტი იყო ის რომ ოქროაშვილი ყავდა თავდაცვის მინისტრად, ვინც მან თავში დაუყენა, მისთვის გარანტი იყო რომ სამხედრო პოლიციის სათავეში ყავდა თავის ხალხი, მისთვის გარანტი იყო რომ სოდი და კუდი იყო მისი ესე ვთქვათ თავიდან ბოლომდე ყურმოჭრილი მონები, რომლებიც ემსახურებოდნენ მას და ემსახურებოდნენ რეჟიმის სიმტკიცეს და რეჟიმის შენარჩუნებას და თვითონ ამათაც ევალებოდათ რა თქმა უნდა რომ თვალყური ედევნებინათ რომ ჯარში რაიმე უკმაყოფილებას ადგილი არ ქონოდა. კიდევ შევახსენოთ საზოგადოებას, აი თქვენ სწორედ ძალიან რომ თავდაცვის მინისტრი რო შეცვალა და ირაკლი ოქროაშვილი დანიშნა, სწორედ მაშინ მოხდა სამხედრო აკადემიის გაუქმება, სამხედრო დაზვერვის გაუქმება, 2000-ზე მეტი სამხედრო თუ ოფიცრების თუ ჯარისკაცების გაშვება, რეალურად აი ასაც თქვენ ბრძანებთ ეს ყველაფერი მაგას მოასწავებს. აი თქვენთან იყო კომისიაზე საუბარი, თქვენ კითხვას ვავდით აი ვეტერანების გავით რომ მით უმეტეს ვეტერანები ვინც იყვნენ ის ძველი სამხედროები, რომლებიც ესე რომ ვთქვათ ასპარეზზე გამოვიდნენ და კარიერულად არა სააკაშვილის დროს, არა იმთავითვე მოდიოდნენ და იმყოფებოდნენ ჯარში და ასე შემდგომ და ზოგს ომი ქონდა, ბევრს გავლილი, რა თქმა უნდა მათ მიმართ მას უნდობლობა ქონდა, ამიტომ დაიწყეს ის ჯარში იგივეს გაკეთება, რის გაკეთებაც დაიწყო, ვთქვათ, ჩარეცხვა დაიწყეს ტოტალური პროფესურის უნივერსიტეტებში და ასე შემდგომ, ახლა მე კარგად მახსოვს ეგეც ყველაფერი, როგორი წმენდა მიდიოდა, ასე ვთქვათ. დიახ. ბატონო ირაკლი, თქვენ ხომ არ ისურვებდით რაიმეს დამატებას? არა, მე აი მინდოდა ზუსტად აი ამ კუთხით მომეწოდებინა ეს ჩემი ანალიზი და ინფორმაციები კოდორის ხეობის კრიზისთან დაკავშირებით, რაშიც მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სწორია, ესეთი კუთხით ანალიზი და ესეთი კუთხით განხილვა ყოველივე ამის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, თქვენ მართლაც ვერავინ იტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი იყო მხოლოდ რამდენიმე დღის საკითხი, ეს იყო მრავალწლიანი პროცესი და ჩვენ რა თქმა უნდა ამას გავაანალიზებთ. მადლობა თქვენ დახმარებისთვის და სამშობლოსათვის მსახურებისთვის. დიდი მადლობა, გაიხარეთ, იცოცხლე.